განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან ნებისმიერ საკითხზე ილაპარაკოს ხელოვნურია. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ანდრეი კელინმა და საქართველო დაადანაშაულა, რომ მას თავად არ სურს რუსეთთან არც ერთი საკითხის განხილვა. ისინი არ არიან მზად ჩვენთან რაიმე საკითხი განიხილონ. აი, როდესაც ისინი მზად იქნებიან, მოაწერონ ხელით დაუსხმელობის ხელშეკრულებას ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფორმაში, ეს დაასრულებს იმ სიტუაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან შეიქმნა. ანდრეი კელინის თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე მცირე სამხედრო ბაზების გაყვანა კი განხილვის სერიოზული საგანი არ არის. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ შედეგად იმავე სიტუაციას მივიღებ, რაც 2008 წლის აგვისტომდე ჰქონდა, აცხადებს კელინი. საქართველოს პრეზიდენტი რუსული მედიის დღის თემა ხდება. რუსულმა გამოცემა GQ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. GQ მამაკაცების ჟურნალია, რომლის ჟურნალისტებიც საქართველოში დაახლოებით 1 თვის წინ იმყოფებოდნენ. ქსენია სოკოლოვამ და ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს და შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღეს. გამოცემის რედაქტორის მოადგილე ქსენია სოკოლოვა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ რუსულ სატელევიზიო არხებზე მიიწვიეს. სოკოლოვამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს თითქმის ნახევარი ვლადიმერ პუტინს და თემას დაეთმო. ჟურნალისტის შეფასებით სააკაშვილი და პუტინი იმდენად განსხვავებული ადამიანები არიან, რომ მათ ერთმანეთი არასოდეს მოეწონებათ. რუსმა ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის გარშემო განსაკუთრებით ძვირფასი ნივთები არ შეუნიშნავს, თუმცა მის ირგვლივ ლამაზია ყველაფერი, მათ შორის მინისტრი ქალები. სოკოლოვამ ასევე ისაუბრა სააკაშვილის სტუმართმოყვარეობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გვიანი ღამისა პრეზიდენტმა მას და ქსენია სობჩაკს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა. ჟურნალისტმა ასევე გაიხსენა სობჩაკის მაისურთან დაკავშირებული ისტორია და აღნიშნა, რომ სობჩაკს პუტინის ფოტოიანი მაისურის გამოსვლა სააკაშვილის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სთხოვა. ქსენია სოკოლოვამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის დისკოტეკებზე სააკაშვილთან ერთად სტუმრობისას დაინახა, რომ პრეზიდენტი საქართველოში ყველას ძალიან უყვარს. ბათუმში დილის 5 საათზე დისკოტეკებსა და სხვადასხვა ადგილებში დავდიოდი. ფაქტია, რომ მასით ყველა აღმერთებს პრეზიდენტი ძალიან თავისუფლად იქცეოდა და გაკვირვებულიც კი დავრჩით, იმდენად არ აქვს კანდიდების მანია. განაცხადა სოკოლოვამ. რუსი ჟურნალისტი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჟურნალისტების ჩაცმულობამ მოხიბლა, თუმცა საკუთარი გრძნობების დაფარვა შეძლო. მან შეძლო დაეფარა საკუთარი გრძნობები, რომელიც ჩვენი ნახვის შემდეგ გაუჩნდა. საქართველოში გვიან ჩავედით, თვითმფრინავმა დააგვიანა. წაგვიყვანეს პრეზიდენტის რეზიდენციაში და გვითხრეს, რომ ჩავწერდით ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან. შემდეგ კი გადავფრინდებოდით ბათუმში. მაგრამ პრეზიდენტმა თქვა, რომ გვიანი იყო და ინტერვიუ მეორე დღისთვის უნდა გადაგვედო. ფიქრობ, მისი გადადება მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გადაწყვიტა, როცა ჩვენ დაგვინახა. ისა ჟურნალისტების ჩაცმულობამ არა მხოლოდ პრეზიდენტი მოხიბლა, ძალიან პროვოკაციულად გამოიყურებიან. ჟურნალ GQ ჟურნალისტები საქართველოში დაახლოებით 1 თვის წინ იმყოფებოდნენ, მათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს. მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი და გაერთიანებული კავკასიის ხედვის გეგმა წარმოადგინა გაეროს 65 გენერალურ ასამბლეაზე. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოცნება მშვიდობიანი, უსაფრთხო და გაერთიანებული კავკასიის შესახებ განხორციელდება. ისტორიის მაგალითები მეტყველებენ, რომ მამაც ლიდერებს შეუძლიათ მშვიდობის უზრუნველყოფა და კონფლიქტების მოგვარება. კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტები დაიწყება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლაც ცვლილებების დროა და საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა. თუ კი ათობით მილიონი მშვიდობიანი ადამიანი ერთმანეთის მხარდამხარ დადგება, ისე როგორც კავკასიონის მთები, მაშინ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს გაწყვიტოს ადამიანთა გაღვიძებული სულების ჯაჭვი და დააცხროს თავისუფლების დაუძლეველი წყურვილი. აღნიშნა გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა. აქ სწორედ ამ ცვლილებებზე სალაპარაკო და იმ განსაკუთრებული ხედვის წინ წამოსაწევად ჩამოვედი, რომელსაც თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასია ჰქვია. პუშკინის, ლერმონტოვისა და ტოლსტოის დროიდან მოყოლებული დღემდე კავკასიის მთები ყოველთვის იყო ველურობისა და პარადოქსების სიმბოლო. ეს დრო წარსულს ბარდება და ოცნებას, ერთობასა და მშვიდობას გზა ეხსნა. სწორედ ამ შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა 11 სექტემბერი ამერიკის ხელისუფლების დარკვეთა იყოს. მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ გაკეთებულ განცხადებას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა და ირანის პრეზიდენტის სკანდალურ გამოსვლას ობამამ შეურაცხმყოფელი უწოდა.
ბარაკ ობამა ირანის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 11 სექტემბრის უკან თავად შეერთებული შტატები იდგა. ეს განცხადება ირანის ლიდერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ობამა მაჰმუდ აჰმადინეჯადს BBC-ს სპარსული ბიუროსადმი მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. შტატების პრეზიდენტმა აჰმადინეჯადის გამოსვლას შეურაცხმყოფელი უწოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და სიძულვილით სავსე განცხადება იყო. მით უმეტეს აქ მანჰეტენში, იმ ადგილთან ძალიან ახლოს, სადაც ათასობით ოჯახმა ახლობელი და ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყველა აღმსარებლობისა და ეროვნების მოსახლეობამ ეს საერთო ტრაგედია დაღიქვა. მისი მხრიდან მსგავსი განცხადების კეთება 11 სექტემბრის შესახებ ირანელი ხალხის განწყობას აშკარად ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს აჰმადინეჯადის მისი რეჟიმისა და მოსახლეობის აზრებს შორის რადიკალურ სხვაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მეთანხმება და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემნაირად ფიქრობს ირანელი მოსახლეობის უმეტესობა. ობამას განცხადებით აჰმადინეჯადის ეს სიტყვები ამერიკელ ხალხს ირანის მთავრობის მიმართ კიდევ უფრო მეტად ფრთხილს გახდის. ისინი გამუდმებით ხედავენ ირანის ურჩქმედებებს ატომური პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო წესებს არ ექვემდებარება და რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ირანელ ხალხს შეუძლია სხვა არჩევანი გააკეთოს და ჩვენ ამას მივესალმებით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ უფლება ატომური პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენონ. ატომური იარაღის გავრცელებლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ირანელები საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაცია. ეს ყველაფერი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ავტომატურად გააუქმებს. გაეროს უშიშროების საბჭომ ატომური ამბიციების გამო ისლამურ სახელმწიფოს სანქციების მეოთხე რაუნდი დაუწესა. დღის სხვა თემები თამარ ჯორბლიძისა და ინგა თუშიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის გიორგი თორაძის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. დღესვე სამართალდამცველებმა გიორგი თორაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეო მასალა გაავრცელეს, სადაც ეჭვმიტანილი თორაძე დანაშაულს აღიარებს და დეტალურად ყვება მკვლელობის შესახებ. 23-ში დილით სახლიდან წამოვედი, ვიყიდე 3 ლიტრა ბენზინი. განზრახ იმის გულისთვის, რომ ბოლოს დავწავდი და კვალს დავფარავდი. მივედი სახლში. დავაკაკუნე, გამიღო თამუნამ. შემიპატიჟე, შევედი. უხნაში ნათესავი ყავდა ინგა და საუზმოვდნენ. შემდგომ ინგა გავიდა საძინებელში, იქ დიდეკრანიან ტელევიზორზე უყურებდა და თამუნა გავიდა ვანაში. ამ დროს უხნაში დრო ვიხელთე, ჩავიცი ხელთათმანები, ავიღე ხის ტაბურეტი, შევედი სპალნაში და ინგას დავარტყი თავში, რომლის შედეგადაც არ დაკარგა გუნი და დაიწყო ყვირილი. ამ ყვირილზე შეცვლებულმა გამოვედი წინასწარ შეთვალებული და დანახული ხისტარიანი პურისაჭრელი დიდი დანა ავიღე. შევედი თმებში წავავლე ხელი და რომ გამეჩვმებინა დანას ურტყავდი. გამოვიდა თამუნა და რომ დამინახა, მითხრა ხوار გაგიჟდიო, რა შვრებიო, მეოთხარი ფული მინდა. რა ფულიო და შეეცადა იგივე წინააღმდეგობის გაწევას ყვირილს და იგივე მოყვა ამასაც რომ გამეჩვმებინა დანას ურტყავდი და ერთ-ერთი არ ვიცი ეთყობა დარტყმის დროს ამისდა და ჩავიტყი ხელში იმ ოთახიდან იმ სპალნიდან გიათუშვილის ჩასწმელი. ძიების ინფორმაციით გიორგი თორაძე 2010 წლის 23 სექტემბერს თბილისში აღმაშენებლის 83-ში საცხოვრებელ ბინაში ბასრის საგნის გამოყენებით ბუნკერდისა და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მის ნათესავს 74 წელს დაბადებულ თამარ ჯორბლიძესა და მასთან სტუმრად მყოფ 91 წელს დაბადებულ ინგა თუშიშვილს, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუყიდა გვამებს საცხოვრებელ სახლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორაძე შემთხვევის ადგილთან ტოტალიზატორის შენობაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ ვიდეო კადრებში ჩანს თორაძე, რომელიც ბინაში შედის.
დაიცავის საქართველოს ლიდერები ლევან რაჭეჩილაძე და როარ გუნცაძე, ასევე ფონდ 2020-ის დამფუძნებელი ეროსი კიზმარიშვილი ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს სანდო წყარომა ცნობა. იმავე წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაიმართა და სამომავლო გეგმებით განიხილეს. წყარო აკონკრეტებს, რომ საუბარი არ 5 წლის გეგმებზე, არამედ უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ყველაფერს ვიტყვი იმ დროს, როცა ამის დრო მოვა. ყველაფერზე იყო საუბარი, როგორ გადავარჩინოთ საქართველოს. კი, ყველაფერზე. აფეშუაში ფინანსები, ახლა ლაბორატორია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამის შესახებ გაკეთება შესაბამის დროს, შესაბამისი განცხადებები. ოპოზიციურ გაერთიანებაზეც ხო არა ეს? დაახოთ, გამოჩნდება ეს ყველაფერი ძალიან. მოდის იქნება ჩვენთვის. ვერ გეტყვით, ვერ გეტყვით. შეხვედრები გრძელდება დიდი ხანია ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის. ლაპარაკია იმაზე რა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ერთპიროვნული მმართველობიდან და დიქტატურიდან გადავიდეთ ნორმალურ დემოკრატიულ მმართველობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ამისთვის არის საჭირო, რომელთა გადადგმაც ამისთვის არის საჭირო, მაგრამ კონკრეტულად თუ რა ნაბიჯებს ვაპირებს, ამაზე ალბათ ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს.